რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. თქვენთან არის ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად გვიყურეთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. 10X SEO-ს გუნდმა RFC-ის მონაცემების მიხედვით სადა გარკვევა რა იყო შარშან ქართულ Google-ში ყველაზე ხშირი საძიებო სიტყვა. როგორც ამტკიცებენ, მათ 30,000 სიტყვიდან ყველაზე პოპულარულები გამოყვეს. ყველაზე ხშირად ვიყენებთ Google Translate-სა და ამინდის პროგნოზს. ეს ალბათ ბევრ სხვა ქვეყანაში წასია. მაგრამ ჩემი აზრით, კატასტროფა ჩნდება, როცა ადამიანები იწყებენ აზარტული თამაშების ზებნას. ორი ყველაზე პოპულარული ქართული საიტი, სახელებს არ დავასახელებ, საერთო ჯამში 2,300,000 ჯერ მოძებნეს. მერე მოდის Pornhub-ი, 687,000 ზებნა წლის განმავლობაში. ანუ უხეშად, ჩვენი მეოთხედი, საქართველოს ზრდასრული მოქალაქეების გულისხმობ, 2025 წელს ყოველი მეოთხე ქართველი ერთხელ მაინც შეძვრა Pornhub-ზე. ასევე პოპულარულია მანქანების ყიდვა გაყიდვა. მერე ისევ პორნო, ისევ ამინდი, სხვა ენაზე ოღონდ და ასე შემდეგ. საიტის მტკიცებით, საქართველოში შეკვეთილ, ანუ გამოძახებით უკების კატეგორიაში შაურმა უფრო პოპულარულია ვიდრე ხინკალი. და ეს სწორია. ხინკალი უნდა ჭამო იქ, სადაც კეთდება. ჩემ ჭაღარას დაუჯერეთ. პიროვნებებიდან ყველაზე პოპულარულია ხვიჩა კვარაცხელია, 112,000 ჯერ. მეორეზე გავიდა ტრამპი, მხოლოდ 17,000. გაგიჟდება რო გაიგოს. მესამე ლეო მესი და რონალდო. გენაცვალე ინტერესებს ჩემო ბეტყრულო სამშობლო. ხო და აღარ მიგვის რა კითხვაში 200 ადამიანი Google-ს ეკითხება არსებობს თუ არა უფასო ფულიო. უფასო ფული. Google-ს კი არა, ბორიას კითხე ეგ ბიჭო, ბორიას. იმან მოიგონა ეგ რომ გაუხმეს ის სამკუთხედი თავი. დაშუალება იქნება ფულის და ეს იქნება უმეტესილად უფასო. ხელოვნური ინტელექტის მოხმარება ასე ნაწილდება. ChatGPT 66%, Google Gemini 14% და მერე ყველა დანარჩენი. 2025 წელს 31,000 ჯერ მოუძებნია დედის ლოცვა. ბევრია. Pornhub-სა და Gambling-ს ვერ უსწრებს, მაგრამ ცოტა არაა. და ბოლოს ყველაზე საინტერესო. ყოველ თვე 19,000-ზე მეტი ადამიანი კრებს ასოყეს, ერთ დღეს. პატივცემული ანალიტიკოსები კი გამოთქვამენ ეჭვს, რომ YouTube-ის აკრეფა უნდა და ყში ენა ეშლებათო. მაგრამ გონ თვითონ ეშლებათ. ერთი რომ კოცების მართულ ქვეყანაში ყ იყოს ყველაზე პოპულარული ასო რა გასაკვირია. ასოთა შორის. მეორე კი მგონია რომ ეგ მაინც მიხეილ ყაველაშვილი ეძებს საკუთარ იდენტობასა და ჰაბიტუსს. აი ბორია რუსმა რომ გამოარჩია, ხო გახსოვთ ის ჰაბიტუსი. ეძებს და ვერ უპოვნია ჯერ. რომ იპოვის 2026 წლის მონაცემებით, თუ იპოვის, მაგასაც აუცილებლად Google-ი შეგვატყობინებს. ვებგვერდმა სახელად Pornhub-ი სულ წვრილად აფქვა, ვინ რას უყურებს და ვინ რამდენად სუღულუტობს. თვალით მაინც. პორნოგრაფიას თურმე ყველაზე მეტად შეერთებულ შტატებში უყურებენ. ესაა მსოფლიოს ტრაფიკის 37%. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, მერე ინდოეთი თავისი მილიარდნახევრიანი მოსახლეობით, ვისაც აქვს კომპიუტერი ან ტელეფონი. თუმცა რა ვიცი, ეგენი ხო ყველანი IT ინჟინრები არიან, ასე რომ კომპიუტერები ალბათ აქვთ. მერე კანადა და იაპონია. ჩვენ ხომ ყველაზე მეტად მაინც ჩვენი სუღულტობა გვაინტერესებს, ხო და საქართველოში პორნოგრაფიის მოყვარულთა და მაყურებელთა 82% არის მამაკაცი. ოღონდ იცით ეგენი რას უყურებენ? რას ვუყურებთ? ლესბოსურ პორნოს. ხო, რა გემონების საკითხი. თავად ქალების წილი ამ Pornhub-ის მომხმარებელთა შორის არის 35-40%. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყოფილა ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში. მიზეზი არ ვიცი, არ მკითხოთ. ასია. პორნოგრაფიაც მეცნიერება ყოფილა. ალბათ, პორნოლოგია უნდა ეწოდოს, ხო? ვინმე მეცნიერულად უნდა ჩაანალიზოს, რატომ არის პორნო უფრო პოპულარული, მაგალითად ამერიკის იმ შტატებში, სადაც პურიტანელებად ითვლებიან ადამიანები, იგივე ამიშები. აი, ისლამურ ქვეყნებში კი რამადანის დროს პორნოს თითქმის არ უყურებენ დღის საათებში ოღონდ. სამაგეროდ ტრაფიკი ფეთქდება მზის ჩასვლის შემდეგ. ალბათ გონიათ რომ ალაღს ძინავს. მსოფლიოში 80% თელს მსოფლიოში პორნოგრაფიას ტვირთავს ტელეფონში. და ეს მიგვანიშნებს, რომ ყველაზე აქტიური კატეგორია ისაა, რომელიც ამ აქტიურობას წესით სხვაგან უნდა იჩენდეს. ურთიერთობაში. ახალგაზრდები 18-დან 35 წლამდე. აი, რათა შვილო, რათა. მოწყდი მაგ წეულ ეკრანს. ადექი, გაიარ გამოიარე იქნებ ტელეფონის მაგირად, ვინმე რამე ნამდვილზე მოგაკიდებინოს ხელი. ბორია ივანაშვილის ძმაკაცი და ბიზნეს პარტნიორი გენერალი ლებედი ამბობდა: "Мы матом не ругаемся, мы матом разговариваем." მართლა რუსულად თუ ლაპარაკობ არ არსებობს ვარიანტი ყოველ მეორე თუ
მესამე თუ არა, ყოველ მეხუთე სიტყვად არ გაურიო რამე ემოციური, აი სულიდან ამოსული. პოლიგლოტებს ზუსტი არითმეტიკა თუ გაინტერესებთ, ეგეც წამოგვეწია. ვციომის, ანუ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სახელმწიფო ცენტრის მონაცემებით 2008 წლის შემდეგ 70%-ით გაიზარდა იმ ხალხის წილი, ვინც ყოველდღიურად იგინება. არა, განა იგინება, გინებით საუბრობს. რატომ? ემოციებისგან იცლებიან, როგორც ამბობენ. განა ვინმეს ვაყენებ შეურაცხყოფასო. ასე ამბობენ სოციოლოგები. ყოველ მეორე მამაკაცი და ყოველი მეოთხე ქალი ამას ყოველ ცისმარი აკეთებს. საბოლოო ჯამში 34% რეგულარულად იგინება. ბოდიში. აი, ემოციებისგან იცლება, საუბრობს. დანარჩენები თურმე ალაგ-ალაგ. Алло, бабы, закрой слух! Хватит! Утешил Егор Иванович. Почитай, полвека такой музыки не слыхивал. Задушевная речь. და იცით ვინ საუბრობს ასე ყველაზე მეტად? განა სანტექნიკოსებიან სალდათები? არა, ახალგაზრდობა. ამ აღმოჩენამ ყველაზე მეტად შეაფიქრიანა სოციოლოგები, საით მივექანებით. საით მიექანებით და აი, გამოკითხვა რომ იყოს გეტყოდით საითაც. მომავლის რუსეთში. ხო და ახალ დროებას გილოცავთ, ახალ დილას. მართალია ნიდერლანდურად, მაგრამ მაგას ახლა რა მნიშვნელობა აქვს? თქვენც კი გაიგებთ მაგას. Goeiemorgen, morgen, goeiedag. Goeiemorgen, goeiemorgen. Blij dat ik je weer vanmorgen zag. Goeiemorgen, goeiemorgen. ახლა მე თქვენ სამეცნიერო ცხრილებს გაჩვენებთ. ძალიან სერიოზული სტატიიდან ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სრულიად ოფიციალური ჟურნალიდან. და მე თქვენ მითხარით, რა ცხრილებია, რას ანგარიშობენ, რას იკვლევენ საერთოდ. ჩართეთ მთელი ინგლისური რაც იცით და მთელი ფანტაზია და მაინც ვერ მიხვდებით. პროფესორ რიჩარდ სტივენსი და ბრიტანული კილის უნივერსიტეტის სწავლულთა მთელი გუნდი უკვე მრავალი წელია იკვლევს გინებას. გინების ზემოქმედებას ადამიანზე. რა გინება ინგლისურ ენაშია, მაგრამ ეფექტი ქონია მაგასაც. ექსპერიმენტი ერთი შეხედვით უმარტივესია. 3 საცდილ ჯგუფს, სხვადასხვა ასაკისა და კაცებისა და ქალებს, საერთო ჯამში 192 ადამიანს სთხოვეს სკამზე ხელებით აწევა. და დაადასტურეს, რომ ვინც ამ დროს იგინებოდა, 2 წამნახევრით მეტ ძლებდა ხელებზე აზიდული, ვიდრე ის, ვისაც ცუდი სიტყვები აუგრძალეს. ანუ ვინც მხოლოდ გულში იგინებოდა. როცა გაძლებაზე ხარ, 2 წამნახევარის ცოტა არ არის. 2 წამნახევარი შეიძლება გადარჩე. გინება პირაპირ მნიშვნელობით შედეგის გაუმჯობესების იაფი და ხელმისაწვდომი ხერხია, რომელიც არც ძვირიღის და არც კალორიების ხარჯვას ითხოვს. მე ახლა წაგიკითხეთ სამეცნიერო დასკვნა. ფსიქოლოგთა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალიდან. გარდა ამისა, უკვე ესეც მეცნიერულადაა ბეჭედ დასმული, გინება გვეხმარება ტკივილის დაძლევაში და ყველაფერთან ერთად თავდაჯერებას გვმატებს, რადგან გვიხსნის სულიერ ბარიერებს. იცით რომ პროფესორი სტივენსი და მისი მთელი გუნდი ამ კვლევაზე სულ ცოტა 2013 წლიდან მუშაობდა. რამდენი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რამდენი ხალხი შეაწუხეს, რამდენი სისხლის ანალიზი, რამდენი ენცეფალოგრამა, რამდენი კარდიოგრამა, რამდენი ტომოგრაფია, რა აღარ. და თქვენ დალოცულებო, გეთქვა და ფილმს გამოგიგზავნდით. ერთ ფილმს. რეკორდი ქვია და 1 საათიც არ გრძელდება. აღარც ექსპერიმენტები დაგჭირდებოდათ, აღარც დროს დახარჯავდით და აღარც უნივერსიტეტის რესურსებს. Შეაგინე, მე შეგელებარებ, შეაგინე! ერთი ფილმი, სულ ერთი ფილმით მიხვდებოდით, რომ გინება დიახ გვმატებს ძალასა და გვიმარტივებს ნებისმიერი შედეგის მიღწევას. და თქვენი ინგლისური უდღეური ფაკ ცუდი სიტყვებით თუ 2 წამნახევრით მეძლებს ვიღაცას სკამიდან აზიდვისას, მამაპაპური ქართულით ისეთ რეკორდებს მოხსნიდა, მამიხნავს თქვენი მეცნიერება რა. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რას დავბიდით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.